სპორტი, რომელიც დავივიწყეთ, მე მენავდა მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი. ოლიმპიადა ყოველთვის ისეთი არ იყო, როგორცაც ტელევიზორში ვხედავთ. პირველი, ძველ საბერძნეთში ათლეტები სრულიად შიშულები ასპარეზობდნენ. სიტყვა გიმნაზია სწორედ ბერძნული სიტყვიდან მოდის და ნიშნავს ადგილს ვარჯიშისთვის. მეორე, 1900-დან 1920-იან წლამდე ბაგირის გადაწევა ოფიციალური ოლიმპიური სპორტი იყო. ეს დისციპლინა იმდენად პოპულარული იყო, რომ მასში ოქროს მედლებიც გაიცემოდა. მესამე, პირველ თანამედროვე ოლიმპიადაზე 1896 წელს გამარჯვებულებს ოქროს მედლები არ მიუღიათ, რადგან პირველ ადგილზე გასულებს ვერცხლის მედალს აძლევდნენ, მეორე ადგილოსაც კი სპილენძისას. ოქრო უფრო მოგვიანებით შემოიღეს. რომელ სპორტს დაამატებდი ოლიმპიადას, დამიწერე კომენტარებში, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერე ჩემი არხი.